სალამი ოქრო ხალხს, როგორ ხართ გოგობა და ბიჭობა? აკაპელა ბეთლი ნახოთ. სტიჩი versus ვილეინი, საბაშა, ვილანი. 4 ტიპი, 4 ტიპის წინააღმდეგ აქვს ბეთლის სტიჩის. კაი, ჩავართოთ ნახოთ. ორივე რაღაცა ერთი მეკაიკება, იმიტომ რომ აი საზრუნო პანჩები აქვს ხოლმე ორივე. საბაშა ძალიან ფანი ტიპია. აუ მამი გათიშეკ რა. მამა ჩემს აქ ბარგავტა და რაღაცები ჩავთ. სანდრო ვერ არის კაი ამბავი. კაი ყურთასმენებს გავიკეთე და მე ვერ გავიგებ. იმედია მიკროფონში არ შემოწ. რუცის სეზონს გარეთ ბეთლი, სადაც სტიჩი დაუპირისპირდება ვილენს. ჩვენი სეზონის სპონსორია სახელოსნო ბარი და ერთი მაგარი ხმაური ამ ამბავს. ხმაური სახელოსნო ბარს. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room. Yo. Let's go. კარგი. პირველი რაუნდი ვილენი. Yo. როგორც კი ბეთლი დასრულდა, ჩემთან დაცვა მოვიდა. ძმა ვიკეტებით და შეგიძლია წახვიდეო. უკვე დილის 7 საათია, აბა კარგი დღეო. ვახ, მეთქი 12 საათია აქ დგავარ და ეგრევე საათზე დავიხედე. საათი არ მეკეთა. ეს სამოჯური ხო გახსოვთ ყველას რომ ნერვები დაგაგლიჯათ. ხო და დღეს მეორეც გავიკეთე. ირონია. პირველ რიგში დიდი მადლობა დოს. ირონის და ცინიზმის რაღაცები გავიგე რაც მეც არ ვიცოდი. ტიპი იმენა იოგა ახლიდან დავიბადე. თურმე საკუთარ თავს ვაფშე არ ვიცოდი. ბეთლის დადების მერე JK Rowling-მა დაურეკა და უთხრა: საბა როგორ ხარ? ჰარი პოტერის ახალ ნაწილს ვერ ვამთავრებ, დამერხამეო, დამეხმარეო. დოკმა პელე სპორტული შეიცვალა და დამეხმარეო. ჯოვან. მოიცა ის არა. ჯოვან. აბა მაგისტვის სადამ ცალია, სტიჩის ფანჩები მაქვს საწერი. ანდერგრაუნდში დავრჩები და სხვებსაც გადაეცი, აქ ნუ გადარეკავენო. კაი, გადავიდეთ სტიჩიზე. ამას რაც არ უნდა შორიდან მოვუაროთ, მაინც ვერ ავწდებით. იმხელა ხარ, კარგი ბეთლემსი ვერასდროს გახდები. უბანში დახვდნენ ბავშვები, სტიჩი რაშვები, მოგვეცი ხურდები. არ მაქვს ბიჭებო სახსრები, თუ გინდა თავხტები. ეს თქვა და ბირჟა დაიშალა. ოღონდ შენ არ ახტე? ყველა დაიმალა და შორიდან შეშინებულები ეძახიან. არა, ძმაო, აქ ნუ ახტები. დღეები ვიფიქრე შენ დონემდე რომ მომეღწია რა უნდა მექნა. ბევრი ვიწვალე. ბოლოს როგორც იქნა მივხვდი. და ჩემი რაუნდები ალაგ-ალაგ ვისწავლე. ანუ შიგადაშიგ რაღაცეებს გამოვტოვებ რომ გავთანაბრდეთ. არ გინდა ძალიანაც არ გათამამდე, მაგრამ იბრძოლე, დუხსი არ დავარდე. აქ სამი კაი ფანჩი მქონდა, მაგრამ ესენი არ მისწავლია და შემდეგზე გადავიდა. სტიჩი გთხოვ, არასდროს დანებდე. მეც და შენ ფანებსაც შენი გვჯერა. ძალიან გჭირდება შენი ძალების ირწმუნე. ხო გახსოვს წინაზე სამნივ ბეთლაობდი. ახლა საქმე უფრო გართულდა და დამძიმდა, რადგან 4 ვართ. მე, ვილეინი და შენი სიმსუქნე. ბევრი იწვალა, მაგრამ ნოტარიუს მარტო ფიზიკურად დაემსგავსა. ფიქრობდა მოგების შანსი გაზარდა. ტიპი ობელიქსია, რომელიც ბავშვობაში ბურშის ქვაბში ჩავარდა. გორსის დედავატი. პირველად ვნახე მრგვალი კვადრატი. ტიპი კვადრატია, ერთი და იგივე სიგრძე სიგანის. კარგი ხარატი, რა საქმე გავჩარხი, ამბათაზე განახებ ოსტატი ვინ არის. წინა ბეთლიდან კონტრასტი ჩემ დელივერს გუგლით ვერ უპოვის ნაკლს. ნაკლსივით ვურტყამ სერვისი ფანჩების ადგილზე მიტანის. ნოკაუტი ბარებით გინიშნავ K და B ვიტამინს ჯერ სათხარ, 2 რაუნდი წინ არის. რეპში არ გამოუვიდა, გახდა პელეს ბიგ ფანი. ისე კი არის ბიგ ფანის ვიძე, სტიჩი ბიგ ფან ფეიკი. უნდა და ბიგ ფანობა გახდა MC ბიგ ფან კეიკი. როგორი ფუმფულა ბლინია, ჰამაშ ვინ შეჭამს? ჭირდება ბოჭკას მოვლა. შვილებო დაიმახსოვრეთ, ჩემი ცუდი ფანჩი არ არსებობს. როგორც ვადა გასული კოკა-კოლა. ტიპი ყველას შუგარდედია, დანა იმიტომ რომ ფული აქვს, დიაბეტი. ზოგადად 2-ზე ვამრავლებთ რადიუსს, მაგრამ ამ შემთხვევაში 4-ზე ნამრავლს უდრის შენი დიამეტრი. და ბარემ, ვინც შენ უძრაობაზე გადაობდით, წარმოგიდგენთ ნიუტონის პირველ კანონს. სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით მანამ, სანამ მასზე რაიმე სხვა ძალა არ იმოქმედებს. ხო და წინა ბეთლზე ვერაფერი მაიმოქმედა. წაგებამ ჰაიპი მომპარა, ვერა. სამაგიეროდ კრაუდი აღარფთოვანა ჩემმა მომსპარმა ენამ. აბა როგორ ფიქრობთ ბეთლში მთავარი რა არის? ფანჩები? არა. მომზადება? არა. ტექნიკა? არა. პერფორმანსი? არა. მთავარია მოძრაობა.
აბა დაამუგამეთ რა ვიმოზგავე ამბარების წაკითხვისა 3-4 ქულისა ვიმოძრავე მინიმუმ ბიჭო რა კაცი ვიღაცამ ჩემზე დაწერა რომ ეს იყო ბეთლრეპის რეგრესი ხო და ახლა განახებთ მათი წარმოდგენით როგორია შედევრი ბეთლემსი ყოველ მეორე სიტყვაში იგინები ქვემოდან ბოროტად იყურები ყოველი ფანჩის მერე იღრინები იდორბლები იფურთხები მერე ოპონენტთან ახლოს მიდიხარ გესმის მისი გულისცემა მკერდზე თიცადებ იცის იქნება გულისტკენა ის ფიქრობს რომ კარდიოლოგი ხარ თუ ეს ყავს რას უნდა ნიშნავდა შემდეგ ყურში რაღაცას ეუბნები თან აქეთ-იქით მოზღვავებული აგრესიის გამო იყურები მომისმინე ბიჭო სტიჩი ეს რა კარგად გამოიყურება ზა კაი ტიპია ზა არა ძმაო ზოგი ძალიან ბრუტალურია იმენა ბეთლის არესია მაგრამ აი ასეთი უხერხულია ფეიქ აგრესია ალბათ ნახეთ პელეს და სტიჩის ბეთლი ნუ ბეთლი რა თაყვანისცემის რიტუალი თავის კუმირს თაყვანს ცემს ერთი გზააბნეული წარმართი ამისთვის ნებისმიერი გზა აღმართი ტიპი იმენა ფანოგია ამისთვის კვირა არ არსებობს ყოველი დღეა შაბათი ეს ტალანტი თვითნაბადი თეთრი ბარათი ხალათი პაციფისტი ჯალათი გაწმიდოთ ბალას ყიამათი ადათი ბათლები ასანთი გადავწყვ 18 კარატი ფანჩები არ უნდა კამათი პირდაპირ შამათი იაო კაი სტიჩი ერთდროულად სანდრო გათიშე კრაუჩიც იდგა ხალხის ხმაურში სიტყვა არ გამორჩენია რადგან ის აქ არის თავში ისე უხაროდა პელეს ყოველი ფანჩი თითქოს აგინებდა ძმაკაცის ბავშვი შენ თუ ეგეთ რეაქცია გექნება პელეს ყოველ სიტყვაზე ეგრე შენი კუმირის სასაკამდეც ვერ მიაღწევ Underground ემსობას გირჩევნია სხვა რამეს მიაწვე. ახლა კი ორი სიტყვით ვისაუბრებ სტიჩის ლამაზ მხარეზე, ანუ მისი სულის წიაღზე. ნამდვილი სილამაზე შიგნიდან მოდის. სტიჩი იყო ამ სიტყვების შთაგონება, ამბობს მისი ავტორი. ჯანსაღის ხეულში ჯანსაღი სულია. ამ გამოთქმას ეთანხმება სტიჩის სასწორი. ხალხი გაპატიებს ინტელექტს, ნიჭსაც, მაგრამ სილამაზეს არასდროს. არა, ეს სიტყვები სტიჩიზე არ არის. რადგან ის არის იდეალური სინთეზი ინტელექტის, ნიჭის და სილამაზის. სტიჩი იყავი მომთმენი, ხო იცი გენიოსების სიცოცხლეში არავის არ ადარდებს. მაგრამ შენ ხარ სულ სხვა ფენომენი, რომელსაც სიკვდილის მერეც არავინ დააფასებს. ისა შენ 40 დღეზე მეტი გეკუთვნის, სანამ სული მაგ სხეულს გამოეყოფს. ისე შენ 40 დღეზე მეტი გეკუთვნის, სანამ სული მაგ სხეულს გამოეყოფა. მომენტ შეიძლება ვერც გამოვიდეს. ტიპი იმენა ფორტ ბოიარდია, ამის სულს გარედან სხვა სულები დაუძახებენ, დრო არ არის, გამოგეყოფა. რაუნდი. დაიკიდე გასაღები გამო. ძალიან კაი რაუნდი. ხო, დასწრებში რა ვთქვი რა, ეს ფანი პანჩები და სახალისო რომ კრაუდს რო აცინებს. კაია. ასწორებს. პირველი რაუნდი სტიჩი. Яу. აი სტიჩი გაინტერესებს. რატას მიკრავთ მე დამცინოდით ყველაფერი. Okay. მორიგი სტენდაფერის 3 რაუნდი, მაგრამ არც ის მინდა სტენდაფი დაგარქვა. ყველა კომიკოსი დამეთანხმება არ დავუშვებ ვილენებმა ეს ჟანრი წაგვართვან. იცი რა არის შენი პრობლემა? არა ის რომ მასხარაობით გინდა მოგება, ის რომ საკუთარ თავს თვითონ ამცირებს, სანამ ოპონენტისგან მოგხვდება. აქ არ გიშველის არ სტრუხა ბაზარი და მით უმეტესად fake smile. შენი წინა ბეთლი იყო ცუდი პაროდია 8 Mile-ის, სანამ დოკი თავისი ვერსიით დაგაჯვამდა, შენ დრო იხელთე და შენი ჩაიჯვი. კი არ დაგცინეთ, გვაცინე და ხალხი გავერთეთ. შენ არ ხარ ბეტმენი, ალბათ სუპერმენი, რადგან არ გაქვს ტყუა, მაგრამ ძალით აკეთებ. სინამდვილეში კი ტყუი და მალავ რომ დასაცინის მეტი სხვა ფუნქცია არ გაქვს. კი გვაჩვენებ რომ იდიოტი ხარ, ჩვენს ყველას ნამდვილად გაგვეცინება, მაგრამ თუ მართლა ეცდები, წერო ჩვენ ყველას ფეხზე მდგარს დაგვეძინება და ლოგიკურიცაა ყველაფერი. რაზე იბადრე 27 წლის 27 წლამდე ვერაფერს ვერ აღწევდი. არაფერი გაქვს მოსაყოლი, ან საფლექსაო რომ აიბზულო ჩემზე ცხვირი. მარტო ის ვიცით რომ TikTok-ზე შენი შესარჩევი გააზიარეს. შენ ხარ მაქსიმუმ დეზერტირი, 27 წლის გახდი და ამაყობ იმით რომ არ აგიყვანეს. Okay? მიდი დაიბრალე ვილენობა, აბა ნამდვილ საბაშას ვინენდობა, თავს იგდებ მასხრა და ვერც ხვდები რომ შენ სიტყვას უკარგავ მნიშვნელობას. ბოროტმოქმედად საერთოდ არ გჭირდება ფილმები, სანამ ესეთი ყალბი და მშიშარა იქნები შენივე თავისთვის ხარ ყველაზე დიდი ვილენი. ეს პერსონაჟით შენი კომპლექსის დასამალად ყავს მოვლენილი, უტრაკო ვილენი, კაცი ბჭყალებში როგორც ვოლვერინი.
კაცი ულტრაკოვიდენი, კაცი ბჭყალებში, როგორც ვოლვერინი. არა და ჩემზე 5 წელი დიდი ხარ, მაგრამ ცუდი გზით მიდიხარ. არ მჭირდება მაგასაკის ლოდინი, არ არსებობს გამოცდილება, რაც არ მაქვს დაცდილი. გარდა იმის, რომ ხარ არ შემდგარი კურიერი და ეგ როგორ ვიყო მემართლა არ ვიცი. არ გეგონოს რომ იმალება, არ გეგონოს რომ არ იგზნობა. ამას რომ მარხავ ფაქტია, მაგრამ არ მინდოდა ბარიგობა. შენი ყველა შაკირობა, არ იმცდელობა, დამალო არიფობა. შენ ხარ სებენის ანტაგონისტი, ვილენი ველოსიპედზე, რომელსაც თავი მოაქვს. ძალიან კაია სტიჩი. ასეთების დაცინვა მომიტანა кейსთან შედარება. ტიპებს მიწასთან ვასწორებ და საერთოდ არ მებრალება. მე ჩემ თავს გაჩვენებ, მე ჩემი თავი გაჩვენე, სანამ შენ პერსონაჟებს ქმნიდი. ბოდიში თუ кейს თამაშობ, მაგრამ ჩემ კარიერაში არ შემიქმნია არქეტიპი. შენ ტრანსის პროტესტივი თავი დაიწვი, წინასწარვით გვიან მოვიდა. ბაზარები, ჩემთან გვიან მოვიდა. შენ ტრანსის პროტესტივი თავი დაიწვი, წინასწარ ვიცი იზამ რასაც ვერ გამოდექი კურიერად, რადგან ხარ ქრონიკულად ავად. და არ მინდა იმის ნაკლები არ მაქვს. ამას მე საერთოდ არ ვამბობ. უბრალოდ მე ვიცი ვინ ვარ და ამას მე არ მინდა იმის თქმა, რომ არ მინდა ნაკლები არ მაქვს, ნაკლები არ მაქვს. ამის თქმა მე საერთოდ არ მინდა. კაი, ეთი არ ვცდილობ თქვა რომ ნაკლები არ მაქვს, ამის თქმა მე საერთოდ არ მინდა. უბრალოდ მე ვიცი ვინ ვარ და სხვისი ნათქვამი არაფერს არ ნიშნავს. თქვენი მსუქანი კოშმარი, რომელიც XL-ზე ნაკლებს არ იცვამს. ჩემი ცხოვრება არტურ მორგანი, არ შემიძლია ვენდო მაიკას. ჩემი ცხოვრება არტურ მორგანი, არ შემიძლია ვენდო მაიკას. შენ სტილსაც მე ვიზამ შენზე უკეთ. თუნდაც ხუმრობები და ხუშტურები. იმ არარსებულ როლსაც წაგართმევ, ჩვენ გაცინებაზეც ნუწუხდები, მეზიზღება შენაირი ჭენის მიმტანი ვირთხები, ჭორიკანა წრუწუნები. ვიცი რომ შენ მიუტანე ამბავი ნიკის, რომ ბეთლამდე გროტასკს ქონდა ხუხუნები. ხუხუნები. სადგამ ფაქტ. ასე კლოუნივით ატარებ ცხოვრებას, წლები გადის შენ კი აქ მოხვედი, სადაც რომ არა პელე, ხარ ყველაზე ასაკოვანი გამომცვლელი, შენ ხელებს ოჯახები ყავ და შვილებს არჩენენ, შენ კი კამერის წინ დგახარ და როგორი სირი ხარ იმას გვაჩვენებ. Facts ეხლა უნდა. Facts. როგორი სირი ხარ იმას გვაჩვენებ. არაფერი ღირებული რომ არ შეგიქმნია, ეგ არ მგონია ბეთლებით გვარდებოდეს. ყველგან ჩაფლავდი რაც სცადე, მერე თავს იუმორი ასწავლე, რომ შენთან მეგობრობა რამით მართლდებოდეს. როგორ მისცემ სხვას რაც შენ თვითონ არ გაქვს. შენი იმედი ვერავის ვერ აქვს. სულ რო გაიჩითო ვაჟაბშაველა, ვერავის მოევლინები შველად. კაი იყო. სულ რო გაიჩითო ვაჟაბშაველა, ვერავის მოევლინები შველად და სანამ შენ თავს არ ჩახედავ თვალებში, მოგიწევს სხვებისგან შეცდომების მალვა, იმიტომ დაირქვი ბოროტ მოქმედიც, რომ მასე მაინც იგრძნო მეგობრობის ძალა. აქ ყველამ გაიცნო ერთმანეთი, შენ ჩვენთან კონტაქტში არც კი შეხვედი, საცცალია ვიც გართულია თავის სმენებში. რა პრობლემაა ძმაო? ვიცი არ გინდა ცხოვრება მუშაობაში გალიო. მაქედანაც რო გაგაგდებენ მე რედავლიოთ, მაგრამ მაქედანაც რო გაგაგდებენ მე რედავლიოთ, მაგრამ რას მოყვები? როცა ჩვენ გავცვლით ისტორიებს, ერთმანეთს ვანდობთ რა გვიქნია, შენ ადგები იტყვი რამე ხუმრობას, რომელიც უკვე 1000-ჯერ გაგვიგია, ჭიქაც აიწია, ამბევიც მოვყევით, ბევრმა იბაზრა მანდვე ვერსები, შენ ერთი დღეც კი ვერ მოიცალე რაკნას მუშაობს, საქმეს ვერ წყდები, მე ერთ ლოგიკურ დასკვნაზე ვჩერდები, შენ გამოტოვე ყველა სადღეგრძელო, რადგან შენ ცხოვრებაში არაფერი იყო სახსენებელი, რა უნდა? ძალიან კაი. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. მეორე რაუნდი ვილენი. კაი. ბიჭო აშკარად კარგი იყო სტეიჯიც. ნაგროვები ფანჩები გამოზიდე. იმდენი ტყუილე თქვი და რა იყო შენი მოტივი? ჩამოყალიბდი, MC ხარ თუ პოსტივი? პოსტივი ვარ ძმა. ნამდვილად ხო? ახე? მორგშიც რომ მუშაობდე, ჩათვალე რომ მაინც არ გაქვს გვამი. წინა რაუნდში ერთადერთი კაი ფანჩი ქონდა და ისიც ჩემი ნათქვამი. გადავედით, აი. პირველ რაუნდში გადაგისვი X-ი, არქფთოვანი და Twitter-ი. შენი დრო მიდის, TikTok, მითხარი მხსნელად ვისელი. უამრავი დიპლომი, სიგელი და ჩემი ინტელექტის დასამტკიცებლად არ მჭირდება სახესთან წიგნის მიტანა. ისე წააგებ ვერც გაიგებ რა ხდება, WhatsApp, ერთი Snap და ჩატი გაქრება დოგთან, ფანჩები დაიკარგება, წადი და დაუკარი ხიდის ქვეშ გიტარა. შენი ფოტოს ატვირთვით Instagram-ი დამძიმდა, გახდა ტონა. არ გჯაჯავ დამშვიდი. შენი Teams-ი ერთმა setup-მა გადაწონა.
სიგნალი იკარგება, იფანტება გონება, მოდი გონს, მე მგონი მიხვდი წინ რაც გელოდება. ამ ბეთს დააწერეთ ასაკის შეზღუდვა არ. ედითიც ვერ გიშველის, რაც მოხდა პელესთან ის კვლავ მეორდება. აი, 7 სტიჩი რატო უთრობია 18 სოციალურ მიაღწია. კაც თავისი დაავადება. აი. ვერ გავიგე. კაც თავის დაავადება აქვს, ბუფეტის სინდრომი. თუ ჩემი წინდგომი MC არის პროკრასტინატორი, აწუხებს სტუდენტის სინდრომი. გაუწურე ფანჩების 15 კუპლეტი ამ ბეთაზე გაუჩინდა თუ მეტი სიმპტომი, შენი კარგი ბარები არის შენგან დამოუკიდებელი გამოხტომები, ტიკები, ტურეტის სინდრომი. აი, ჩემი ყოველი ფანჩი არის AC, ცივი ბარებით გავყინე ბარი, AC. მილანი, ვილანი, ვინ არის ჩემი ჯოკერი, შენი AC. მოდიში, ახლიდან დავიწყებ რა. ჩემი ყოველი ფანჩი არის AC, ცივი ბარებით გავყინე ბარი, AC. მილანი, ვილანი, ვინ არის ჩემი ჯოკერი, შენი AC. მიგეს DC ანუ მუდმივი დენი, ცვლადი ფლოუთი, ანუ AC. დაცული ცენზურა, უზადო ფანჩები იუმორით, ვენტურა, AC. გარედან დიდი ჩანხარ, მაგრამ ტვინი цаრიელი, ლეისი. ძალიან კაი სტრუქტურა იყო. დავაწესე კონტროლი, გიკეტა Windows, ალტერნატივა არ არის, ჩემია Space. ზედიზე 721 უბრალო ეჭვმიტანილი დავხურე кейსი. აი. ელემ შენთან ბეთში თქვა, რა ერითმება სტიჩის. მაგრამ ის არ უთქვამს რა არ ერითმება. ხო და მეგეტყვი. ელემ რაც თქვა იმის გარდა ყველაფერი. ისე ეს რა საყვარელი ყავს. პელესთან ბეთში 3 რაუნდი კრაუდს რო აჩუმებს. MC ბიბლიოთეკარი შევარდნაძის უნიჭო პაროდია. ტიპი კატაბალახაა, მასას ადუნებს. MC დუქანი, კაი ქართველი, პირველ რაუნდში დაიღალა. MC დუქანი, კაი ქართველი, პირველ რაუნდში დაიღალა, გაიძრო ქანცი. ეგონა ბომბივერსები მოიტანა, არა, პროსტა ხარ მსუქანი კაცი. თოკაფესთან პოდკასტში ახსენ ბომბივერსები, არა, პროსტა ხარ მსუქანი კაცი. პატარა ბიჭი და მსუქანი კაცი. ჰიროსიმა და ნაგასაკი. რომ გვალი ათოსანი იყო. ანუ სულათები ყავდა. მომისმინე ბუზების დელიკატესო? Facts. მომისმინე ბუზების დელიკატესო, შენი სიმრგვალე იმათიანების ბრალი საერთოდ არ იყო. მზადხარ დაბრუნდეს სკოლაში, უკანა მერხიდან გაბულინგო, საკვეყნოდ გაგრიყო. ოქროს მედალსაც აიღებდა, მაგრამ ფიზკულტურა. რა გარაკეთა, მთელი სემესტრი წიგნებს დააკვდა. და როცა წვალება დამთავრდა, ფიქრობდა შრომა დაფასდა, მაგრამ ოქრომდე 2 აჯიმანია დააკდა. იცით სულ რამდენი უნდა გაეკეთებინა? 2. ეს ციფრი არასდროს ყოფილა ასეთი შორი. ბავშვობაში ჭიდაობაზეც დადიოდა. ყველაფერი მოიგო, მუღამი დაკარგა, გამოვიდა. წლები გადიოდა, მაგრამ არავინ არასდროს არსად არც ერთ შეხვედრაზე ამასთან არ მოვიდა. დაუმარცხებელი ფალავანი ჯუდოს ლამაზმანი იდგა და თავის მედლებს ამაყად გასცქეროდა. გგონიათ ასეთი მაგარი ჯუდოკა იყო? არა, უბრალოდ ამისი წონითი კატეგორია არსად არ არსებობდა. ბიჭო, არ არის არა დაამხელა, ხო? აი რა, ტანი დიდი აქვს, მაგრამ აი ძალიან რო თქო რაღაცა ისეთიაო, ეგრეთ არ არის. მაინც. მოდი ვურჩიოთ, რომ პელეს ალბომს აღარ მოусმინოს, იქნება ეშველოს. ან იქნებ თვითონ არ თulis რომ რამე საშველი აქვს და უსწორდება ესე როგორც არის. ბრავო. ტურის აბსოლუტური. დღემდე ერთადერთია, ვინ შეჯიბრი მოიგო მარტო. გუნდური. მოდი შეერთი. გაი. ერთხელ გადაწყვეტა სტადიონზე შევარდა. დაიჭირა პირველივე სტუვარდმა, ამაზე მსუქანმა. დააგდო როგორც მუთაკა. ამ გენიალურ ამბავზე ჟურნალმა გამოსცა სტატია. მაგრამ თელ გვერდზე ამისი ფოტო ვერ დატია, ამიტომ გამოიცა 2 პარტიად. პირველ ნომერში სტიჩის ფოტო, მეორეში სტატია. ფაქტია, მოგება კი გინდა, მაგრამ საკადრისი ფანჩები გააქრო? სანამ მისი დრო მოვიდა, სანამ თით 2 ჯერ გაატკაცუნა და მაინც ვერ გააქრო. 2 ჯერ დაატკაც. თუ ვინმე ჩემთან ბეთს გადაწყვეტს, დაფიქრდეს, უღირს აიღოს რისკი, მერე გული არ დაწყდეს, ფანჩებს ურტყამ როგორც აირონ ფისტი. ჩემი ვიჟენი განსხვავდება ამის გაგებას და დანახოს არ სჭირდება დიარდეული და ქორისთვალი. ტყუილად იწელები არ ხარ მისტერ ფანტასტიკი. შენი სტილი არ არსებობს როგორც თორის ხმალი. შენი კარგი პერფორმანსი როგორც ჯოგომესის გოლი, არავინ არ იცის. აი ჯოგომესი ვინც იცით მიხვდებით.
როგორც ჯოგომეცის გოლი არავინ არ იცის. თუ გინდა მიხეილ HD დაირქვი, მაინც გექნება ბანძი ტექნიკა დაბალი ხარისხის. ბებოებმა ნახეს ჩემი ბეთლი და აღნიშნეს. როგორ განვითარდა ტექნიკა. მე ვაგვივარდა რა wordplay, რა ფანჩები, თან გივარგა ლექსიკა. დაიძახა ევრიკა, ეგონა რაღაც ახალს მიაგნო და იქ დახვდა რეპლიკა. კი, შენ ხარ ორიგინალი. იტალიის დროშაზე მიხატული გველი და არწივი, მექსიკა. მეცეკნავად. გინდა ჭკვიანი გამოჩნდი, ამის გამო მარტივს აძნელებ. შენ რამე როგორ უნდა მოიგო საცივ საცხელები. არტი ახსენე, მოვედი და კლასი გაჩვენე. ემსობაზე თუ გოქვს პრეტენზია, ჯერ ამე მსგავსი დაწერე. სხვას კი აჯერებ ფარსია შენ ეს იცი, მაგრამ მაინც აგრძელებ, კარი დაკეტე, ხო იცი ვერ იზამ სხვა, რასაც ბარი თუ აკეთებ და თუ ვიღაცა ფიქრობს მას, აქ აქვს შანსი გაჩერდეს, სანამ აქ ბარები თავისით გაფატრავს, თავში ვაჭედებ. ოპა. აი. ბეთლემსობამდე ინფლუენსერობას ცადა. ჩამოუარა საშაურმეებს, შაურმაზე უგზავნიდნენ, ფიქრობდა აშენდა. არ გაამართლა ბარტერმა. შაურმა ისე ეჭმეოდა, კამერის ჩართვას ვერ ასწრებდა. მერე სტრატეგია შეცვალა. მიწერა ტანსაცმლის მაღაზიებს, ბრენდებს, ბუტიკებს. როგორც ხედავთ, პასუხი არავინ დაუბრუნა. და დღეს თავისი გემოვნებით ჩაიცვა. ახლა ფოტომოდელია, ბალაკლავების. არ გამოდიოდა ამ ნიჭის გაფლანგვა. რატომ ბალაკლავა? იმიტომ რომ უხდება. თან ეს სიტყვა გავს ბაკლავას. კაი, ვღადაობს, სტიჩი ჩვენი ძმა. მარტო მოყმეა, რადგან შეჭამა ვეფხია. იმას არ გავს, მაღაზიაში საექიმოს გვერდით რო უფრო სქელი ძეხვია? ვიჭო. ჯერ შენთვის ადრეა. პოსტე მიმები და უთვალე ჩემ რთულ რეპს, ქილები. წადი მიიგე შენი ნახშირწყლები და ცხიმები, მენუ მეცილები, რაუნდი. ასწავლებს. მეორე რაუნდი სტიჩი. Yo. მაური! მოусმინე შენს რაუნდს. კითხვები გამიჩნდა, როცა ხედავდი. რაღაც ზედმეტად ბევრჯერ მახსენე. ხო არ გეგონა დოქთან ბეთლავდი? არა. გაი ვეღაცას. ეს არის ნაცადი პრაქტიკა, თუ გინდათ ბეთლზე მოსვლა, მაშინ ახსენეთ 1000 რეპერი, რომელსაც ყლეს ვერ მოჭამთ. შენ ხო არ იცი ეგ რა გზნობაა, როცა გახსენებენ და არც გახარ ბეთლზე, დაჟე მე მიბეთლავ დღეს, მაგრამ მეც მკიდი ხარ ცალ ფეხზე, მაგრამ ცოტა ხანში გაიგებ და ბრაზი მოგაწვება ყელზე. შენი ცხოვრება ისეთი ტრაგედიაა, მაიკ დროპზე ამატერასუს სამივე რაუნდი იქნება შენზე, მაგრამ ეგ გადავდოთ გვერდზე. დღეს გელი სერიოზული გამოცდა. დოკი ბეთლზე ჩემთან შეადარე და დააკნინე. დღეს ნახოთ გადაფურთხებულს თუ ალოკავ. მაგრამ არც მაშინ არც დღეს არ ვიცი სხვა რა გზა ქონდა. ეცადე ფანჩები გეთქვა, რომლებიც ყველას გამორჩა, იმიტომ რომ არც ერთ ედიტში არ მოხდა. ეს იყო ნამდვილი გენია, სენსაცია ქონდა ვერსებში, კაც 100 დაუძახე და ყლეი გულისხმე. ეგ ხო არავის უქნია ბეთლრებში. დაჟე მამა ჩემიც მიხვდა რომ ეგ შუტკა დაძველდა 1996-ში. ჯგპ-ში ჩააბარე გახდი ტექნიკური. ეგ ხუმრობა ნანახი მაქვს, შემიძლია დავიფიცო და ძალიან მინდა რომ ეგ ხუმრობა შენს განახო, მაგრამ არ მაქვს პლეიერი რომ კასეტა წაიკითხოს. მალი არის ვარ, აქ უნდა დაგაჯვა. ხმაურ ბიჭო თქვა, მალი არის ვარ, აქ უნდა დაგაჯვა. ყველა ყვირის ეს ფანჩია ნამდვილი. ეგ ხუმრობა იცი რომ მოლწელს მოკვდა. იმავე წელს როცა საბჭოთა კავშირი, მაგრამ შენ რატომღაც გახვირი, იმ დროის ხუმრობებს ვერავის კარიერას ვერ ასრულებ. შენ ხო ყველაფერი სსრკ-დან მოგაქვს, როცა ნაშრომი ფურცელზე დაწერე, გეგონა გეგმა შეასრულე. ვერავის ვერაფერს, მაქსიმუმ დრო მოჭამო. მაქსიმუმ დრო მოჭამო. არც ხუმრობები არ ცხოვრება, მარტო აზროვნება გაქვს ახალგაზრდული, ცდილობ ეს ხალხი იუმორით მოწამლო, მაგრამ ყველაფერი მოგაქვს ვადაგასული. შენ გინდოდა ზრდილობიანი აკაპელა, მე არ შემეძლო ამისთვის გულხელ დაკრეფილს მეყურა. შენ ხო საიუზიდან მოგაქვს შუტკები, ალბათ საიუზიდანვე მოგაქვს ცენზურა. გილოცავ შექმენი უტოპია, გრეგორი ლეფსი შენი სნუპდოგია, გილოცავ შექმენი უტოპია, გრეგორი ლეფსი შენი სნუპდოგია, სემიჩკა გაცვალე პოპკორნში, ზემფირა გაცვალე, მაიცა რა ერქვა იმას? იასნა. ზემფირა გაცვალე ბიონსეში,
მაგას გირჩევნია პარტიამ დაგადოს ბაფთა, ვიდრე იყო შეზღუდული რეპის პიონერი. ეს ოცნება ამ დღესაც მოესწარი, ოცნება ნანატრი გიხდება, საბჭოთა კავშირში არ არის სექსი, ბეთლ რეპში არ არის გინება. თითქოს პურის რიგში გაიზარდე. აუ სანდრო, კარგი. თითქოს პურის რიგში გაიზარდე, მაგრამ ეკპონტი აქ არ გამოგივა, ისე მძღნერში ჩააბიჯე, რომ დაჟე საფუარიც არ ამოგიყვანს. არ ვაპირებ შენ გამო შევცვალო სტილი ამ ფორმა. მე ვარ მიშონი Walking Dead-ში, ყლეზე მკიდია ნორმა. არ ვაპირებდი შენს გინებას. სულ სხვანაირად დავაწყე გეგმები, მაგრამ სანამ ვცდილობ რომ მიმითითო, შენ ნაბოზარო მანამდე შეგეცი. Okay. ყლეზე ეკიდება ჩენი გრძნობები, სადაც ნამდვილი ბეთლრეპი იქმნება და მე აუცილებლად შევიგინები, თუ კი punch-lines ესე ჭირდება, თუ საჭიროა ზრდილობის ფარგლებში, თუ საჭიროა ვიქნები უზრდელიც, პირადად გავარღვევ ყველა ბარიერს, სანამ სტიგმას ვერ გაცდა ეს სულელი. და არ გიჩვევ ჩემთან ლოდის ჩემი ვერსია ჰერმაფროდიტი, ყლეცაკ და მუტელიც. Okay, მოიცა. ბიჭო, არ დამავიწყო. კაი, მოიცა. მე ვახსენე შენს რო გაიგო პენისი და ვაგინა. ეს ჯერ კიდე აქ დგას, არ გაიქცა. ბიჭო, გილოცავ. ყური უკვე მიქჩვევია. ეხლა მითხარი ამ ორიდან რომელი გირჩევნია. ბიჭო. ტყუილად კი არ გეკითხები პროსტა შენი და დოკის ბეთლიდან რაღაც კითხვები ჩნდებოდა. შენ ის ტიპი არ ხარ ყლე რო უხეშად ხდებოდა. შენ ის ტიპი არ ხარ რომ ამობდა ერთფეროვანი გეი ვერ ხდებოდა. მრავალფეროვანი ბიჭია, თავისი კრეატივით ყოველთვის ფორმაშია. შენ თუ თვლი რომ გეობა მრავალფეროვნება, იცოდე ჩვენ შორის კონტრასტია. მე არ იცოდე ჩვენ შორის კონტრასტია. და ბოდიში თუ ვერ ვიკავებ სიცილს, ამაზე შევიკავო სიცილი ჩემთვის რთულია და იქამდე მეხატება შენი ბაზარი, სანამ პედიკურია. მაიცა? იქამდე მეხატება შენი ბაზარი, სანამ პედიკურია. სწორი გზით მიდიოდი და დაგიფასეს ორიენტაცია. მაიცა, სწორი გზით მიდიოდი და დაგიფასეს ორიენტაცია. მგონი ამ როლში შევიდა ძმა. ჩვენს გევიმართებით სეზონი 1, სერია 9. აქ ვნახე სეზონი 1, სერია 9. თავიდან ყველაფერი მიდიოდა კარგად. მერე შენ მახმამ შემოაღო კარი 12 წუთი 53 წამი. ამ დროს შენი ხმა პირველად გავიგე და პირველი სიტყვა რასაც ამბობ არის დაიმე. არა და როგორ ეგონა რომ ეს საიდუმლო იქ დარჩებოდა. ვიცოდი რომ უხეშად გხდებოდა. მაგრამ არ ვიცოდი რომ გისწორდებოდა. აიცა? Okay. და რო იცოდე ეს არის ჩვენ შორის განსხვავება, როცა ვიწყებ ჩემ wordplay-ს არ აქვს ზღვარი, ეს არის მარტივი საწერი და ეს არ არის ჩემი success-ი რომ წერო მრავალფეროვნებაზე ბარი. ზაზამ სერიალში მოგცა როლი პიდარასტების ხელმწიფე, იმენა გაკვდებოდა შენში მრავალფეროვნება შენიშნეს, მაგრამ შენ ხო ეს არ გიგულისხმია ზრდილობიანი და მრავალფეროვანი პათოსია, რაც გჭირდება ზრდილობიანი უზრდელური სიტყვები, შენ ხო ზრდილობიანადაც კარგად გამოგცვლია, საბაშა ისეთი მრავალფეროვანია, უკვე მეორე ბეთლია, პირიდან ყლე არ ამო რაუნდი. ამ პერფორმანსს ნარდათ არ ველოდი. მესამე რაუნდი ვილენი. კაი. ვილენი. მაინც დააზუსტდი. ხაფაკი შენ თვითონ დაიგე. ფრისტაილი. ჩემი პირველი სიტყვა იყო ვაიმე და შენი ბოლოც აქ იქნება, რასაც გაიგებ. მზად ხართ მოისმინოთ ყველა დროის მეორე საუკეთესო ბარი აკაპელაზე. აბა? თუ არ ხართ არ ვიტყვი. აბა? პირველი რომელი? სად ხართ? პირველი რაუნდი ფანჩები. მეორე რაუნდი გადაობით გავიყვანე. მესამე რაუნდი, როცა ჩემს სახლში შემოხვად, ფეხზე გაიხადე. ისეთი ფანჩია წარდგენა არ უნდა, თვითონ იძახის. ვინ დაწერა თავად ამბობს. გითხარი stage, თუ წინა რაუნდებივით ესეც აღარ გახსოვს. ოექილს რა მაგარი რაღაცა უთხარი, კიდე კაი ეგ რო არ დაგავიწყდა. გავიქცევი თუ ჩამირთავ ბიტს. გთხოვ, აქ არ გინდა. და მაინც თუ ვინმეს გააქვთ უცნაური ფეტიში და გინდათ ნახოთ სტიჩი როგორ დარბის, ჩართეთ ნებისმიერი ბიტი. ოღონდ გაქცევა კი არა, ბიტის მოსმენაც დაღლის. დიდი ხანია გინდა მაგ ჰაეროვანი ნაბიჯებით ჰიპ-ჰოპში დატოვა კვალი. მაგრამ დიხანია.
იცით სტიჩი ინგლისურად რა არის? ჭვალი. არა. კი, კარგ გამოძები. პირველად ვნახე MC-ს მისი სახელი ასე უხდებოდეს. თუ ხდებოდეს რამდენად გენიალური stage name-ი აქვს, თავისი ბარები თვითონვე წუხდებოდეს. სულ ხდებოდეს რთულ მეტოქეს და იმის მაგერად გონება ხურდებოდეს. ყოველი რაუნდის მერე უცვდებოდეს და ხუნდებოდეს. ეს მაგარი მაქვს. აბა? ეკილს უთხრა, რომ პელესთან ინერვიულა, მაგრამ მასთან 5 რაუნდს იბაზრებს ოლიმპიური სიმშვიდით და წავალ იწინით. ამ სიტყვების მერე ტექსტი დაავიწყდა. გადავაბა. რა თქმა უნდა, ოლიმპიური სიმშვიდით. არ გაქვს სტილი, არც flow, არც ტექნიკა. ბეთლს კი არა, როგორ აპირებ მოგებას ამ რაუნდის. შენი ცხოვრება 4 ჩაკეტილი წრე და გონება ამდენს ვეღარ აუდის. ძალიან დაკვირვებული რომ მე მხოლოდ 3 წრე ვახსენე. მე 4 სად გაქრა? დამშვიდით. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ჩვენს გვერდით იყო. სტიჩი მე 4 გოლი თავად ხარ. მრგვალი კვადრატი, კაცი პალინდრომი. აი რამზის სიზმარია, აირევი ივერია. აი დროშა აშორდია, აერების სიბერეა. ეს გალაქტიონის ლექსია, რომელიც თავიდან და ბოლოდან ერთნაირად იკითხება, ისევე როგორც სტიჩი. ტიპი ერთი და იგივეა ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, უკნიდან, დიღმიდან, გლდანიდან, გლდანულადან, სოფელი გლდანიდან, გიორგი წმინდადან. მოკლედ რთულია სტიჩის ვერ დანახვა, გიყვარდეთ და დააფასეთ. აუ ეს ძალიან მაგარი მაქვს. როგორც იცით, ის წლებია ებრძვის შინაგან დემონებს და თევზის მეხსიერებას, ფიშმემორის. ორ ბარს დაუწერენ, დაიწყებს სწავლას, ეგრევე ეწყება ტვინს ერორი. პელესთან ბეთლამდე ერთი კვირით ადრე ნიკას სახელიც არ ქონდა. დაეწყო პანიკა, დარდობდა. არა და განა სახელი არ ქონდა, დაავიწყდა, არ ახსოვს. ერთხელ ისიც დაავიწყდა, რომ რაღაცეები ავიწყდება. გაიჩითა პუტკუნა სოკრატე. მან მხოლოდ ისიც ის რომ არაფერი იცის. ვაუ. პუტკუნა სოკრატე თევზის მეხსიერებით, იდეალური ტანდემი. ჰიბრიდი აკლემი, თავში შესანახი ცოდნა გაუშვა ტანში. ცოდნა კაია, მაგრამ ამდენი. ერთ დღეს ყელში ამოვიდა მახსოვრობის პრობლემები, დაწამლის საყიდლად აფთიაქში წავიდა. ფარმაცევტმა მას კითხა, რა გნებავთ? დაფიქრდა. დაავიწყდა, რისთვის მივიდა, დასაწყლად ახედა. ბევრი იფიქრა, შემდეგ დაბადა იდეა მარტივი. უხერხულობის ასარიდებლად იყიდა 3 შეკვრა პრეზერვატივი. აი რა ჯანდაბა თუნდოდა თან 3 შეკვრა. არ ვიცი. აქ მაინც როგორი უსუსური და დაუცველია. რას იზამ მეგობარო, ადამიანს არ აცდება რაც უწერია. აი, ესე იგი, ისტორია ჩავატარე, ახლა გეოგრაფია. არ ვიცი ამას რანაირად მადრიდით. ბეთლემსი კი არა, შაირობს თითქოს. ტაშს მარტო შენიანი კი არ დაგიკრავდა, შენი ვერსები კაირო იყოს. მადრიდი ჯერ არ კაირო. არის გვიანა, დაბრუნდი ანდერგრაუნდში, არ გაქვიზა. არ გემუქრები, შენითაც ხვდები, რასაც გიზამ. დღეს მოვიტანე ციური ხის ნაყოფი, რითმები ანკარა. ჩემი სტილი არავისეული, ბედი სხვაგანსწადი აქ არა. როცა მე მწვერვალზე ავალ, შენ ვერ დამინახავ გორიდან. როცა მოდაში არ ხარ, როგორ გადახვალ მოდიდან? ეს ვიღაცას ფეხბურთის ბარები. რაღაც ერთ მახსოვს. ფეხბურთის ბარები, ბიჭო. ხმაური შევქმნათ. რჩევა დამწყებ ბეთლემსებს. შეეშვით ბეთლემს. თუ არ გინდათ სტიჩიმ დაგიჩეხოთ გულიდანით. პელესაც კი ასწავლა ხელისაწევა, როგორი რეკაშეტია, MC ჩაკუჩა, გრინსტრიტელი ხულიგანი. დღიური ბინიდან პირდაპირ რინგზე შეხვდა პელეს და ტოლი არ დაუდო. მიეცით ამ ბიჭს სიგელი, მედალი. ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია და ჩატეხა. გაზაფხული მარტო მოიყვანა ბეთლემის პირველი მერცხალი. რაიმე დრუცის აკინფევა, არ არსებობს მისი თანასწორი და თანატოლი. მოიცა ფილმებს თulis საფეხბურთო ფილმებს მე მგონი. მაგრამ შენ მხოლოდ მაშინ ხარ კარგი მოსასმენი, როცა სხვა გახმოვანებს, შტანგა გოლი. ხო. 4 გოლი, 4 დარტყმა, 4 გოლი, შემოვა ლოლინს, გავიფორმე 4 გასროლით პოკერი. სტიჩი მსუქანი ბავშვია, ამიტომ კარში დგას და მეუდრებს ურტყამ, შაოლინ სოკერი. შაოლინ სოკერი. მესამესაც მორჩი და უკვე დროა, თეთრი დროშა ააფრიალო. ეს ბეთლი გევასება კაი, მაგრამ გიღირდა ეს ყველაფერი ამად, დიალო. ამად დიალო. კაი, და საბოლოო მცირე პერფორმანსი.
თურმე დამკლებია ჰიპ-ჰოპი, მაგრამ აქ წლებია თავში ვერ შევიდა, ვინ არის დაბლა, ვინ ტოპი. ფიქრობე რომ არია ლირიკული ემსები და დავა მაშინ დავამთავრე, რო დავუდე წინ სტროფი. ეგონად გამაჩერეს, მაგრამ ვერა პიტ-სტოპი. ვერსები გადაწერეს როგორც სტენდი TikTok-ი. პატარა გოჭების უცნობი სტარტი ბოლოკე ცნობილი, ჩემი წერის ხილი რეპში არის cheat code-ი. და თუ ვიღაცა ფიქრობს საპირისპიროს, პირისპირ დამიდგეს ჩემი ტექნიკა პირო, დამიპირისპიროს, სამი პირე ცდილობს, ზედმეტი არ დააპიროს. ჩემ გზებზე ვერ ივლის გაუყვეს თავის სანაპიროს, სანამ პარავს ხარ მაროქსენას კმელი დააჭიროს, თავში რა მოგს და რა დამოგს ამას არ აქვს დანადირობს. ეცადი არაა ცილო, ნადირობის სეზონი გაიქცნა, აბამზად ხარ შვილო. მზად ხარ, მაშინ დავანთებ ხან, ზარს დავაგდებ აქ ბარს, ბომბი ვერში სხვაგან თუ ნახავ. ეცადე მზად იყო, რადგან დაიწყო ბლიცკრიგი და თუ კი მზად ხარ, ალლაჰუ აკბარ. რა დასასრული ქონდა? რა დასასრული ქონდა ძმას? ბრავო, გასწორა, ძალიან მაგარი. მეთქი დამიმთავრე ძმა. ჯიგარი ხარ. იაუ. ეს ძალიან კარგია საბაშა, ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, ბეთლამდე შენს YouTube არხზე გადავედი. თავი მეგონა ატომი. რა მინდოდა მაგ სანაგვეში. თოკაფესთან წუწუნებდი რომ ქართველ არტისტს ფულს ვერ აშოვნინებდი, მაგრამ ნეტა რისი შოვნა გინდოდა მასეთი ფართო ასორტიმენტით. გადავხედე შენს ვიდეოებს, მოედო კაეშნიანი ფიქრი გულს, ნუ თუ ერთ ტრეკში და ერთი ბეთლის რეაქტში არავინ გიხდის ფულს. ქართველმა ინვესტორებმა ფული რაში ჩადონ არიციან, მაგ ტრეკში ფულს როგორ არ გაძლევენ, 1900 ნახვა და 64 ლაიქი აქვს. თან თავს გვაცოდებ რომ მუშაობ და ფინანსურად ვერ წვდები, არ გაქვს დრო რომ ჩაწერო, დამიქსო და დაამასტერო ტრეკები. უი შენ თურმე როგორ გიჭირს, რით დაგეხმარო აღარ ვიცი, შენ ხარ ნამდვილი პროლეტარი, მშრომელობის მაგალითი, ჯანსუღ კახიძე, ამისთანაც ჭირ ნახული 12 ქორწილს გადაიხდის. მაგრამ მაიც შენ ხო არ გონია აქ ვინმე ცხოვრობს სხვანაირად. შენ ხო არ გონია ვინმე მამიკოს ფულებმა გაამდიდრა. აქ ყველამ თავისით გადაწყვიტა რომ გამხდარიყო უკეთესი და მაყუთიც მარტო იმას აქვს, ვინც პროდუქტს უკეთ შექმნის. იცი რა უკვე ტვინი მოიტყნა ფემინისტებზე და ვეგანებზე ბაზრით. ყველა ახსენებს თითქოს, მაგრამ შენ სწორედ ეგრე იქცევი, დგახარ და პრივილეგიებს ითხოვ. მიმოიხედე მშრომელო, გარემოში აღმოჩნდი როგორში. აქ ყველა ვართ ბასრი როგორც ნემსი, მაგრამ ვერცერთს ვერ გუნახავ ქერის ორმოში, bro. აქ ყველა ვართ ბასრი როგორც ნემსი, მაგრამ ვერცერთს ვერ გუნახავ ქერის ორმოში. პირველ სეზონში რო აეყვანე, მეორე სეზონში რო აეყვანე, მესამე სეზონში რო აეყვანე. ყოველთვის სხვა სელოდები და შენი ტრაქს არ წევ. შენი ყველა გზა რომისკენ მიდის და რემუსივით გინდა რომ წოვით გადარჩე. და იცი ფულს რატო არ გაძლევენ? შენაირები ტონა ლარებშია, ყველა მარიცის კერძის რეცეპტი, რომ თავი მოუყაროს ლაინებს ბარებად. ისევ პირველი რაუნდის თემა, გაქვს სქემები, მაგრამ ფიქრები არ ჩანს. იცი რატო არ გვაინტერესებ? არაფერს ამბობ სიტყვების გარდა. მერე ისევ სხვისკენ იშვერ ხელს. რატო გონია რომ შენი სკილი სხვებზე დიდია? როდისმე ხო უნდა მიხვდეთ, რომ ეს რითმები, ფიქრები, სიტყვები ყალეზე გვკიდია. ეგ რომც გააკეთო კარგად, ამ ხელა არჩევანში აუცილებლად ყველას გამოჩნდება ვილენი არის ტარანტინო, ხოლო საკუთარ ფილმში შეუძლია გამოჩენა. მაინც გონია რომ ყველაფერი ცუდი იმენა სხვების გამოხდება. შენ ხარ დრამატურგი ტარანტინო, საკუთარ თავზე გაქვს წარმოდგენა. შენ ხარ დრამატურგი ტარანტინო, საკუთარ თავზე გაქვს წარმოდგენა. ალბათ გონია რომ კლასიკოსი ხარ, დირიჟორობ და კომპოზიციებს ადგენ, გეთანხმები შენ ხარ ბეთჰოვენი, შენ თვითონაც კი არ გესმის რას წერ. გეთანხმები შენ ხარ ბეთჰოვენი, შენ თვითონაც კი არ გესმის რას წერ. აქ ყოველთვის იყო მეტაფორა, რომ არტისტები ხარშავდნენ პროდუქტს, პროცესში შენაირებს და შენ ხალხს ხვდებოდი და ფანები იყვნენ, ვისაც შერეს პროდუქტი, შენ ევასებოდი. ახლა ჰიპ-ჰოპს მართლა დედა აქვთ მოტყნული, ერთნაირი ხართ, მეორე ყოველი, აღარ იხარშება თესლი ლირიკა, იხარშება მარტო რითმების მსროლელი, ყველა fast flow ერთნაირად მიადექით სამზარეულოს ტექნიკით, მაგრამ რა ჩემყლედ გვინდა ამდენი ჩოპერი? რა ჩემყლედ გვინდა ამდენი ჩოპერი? მერე უნამუსოდან პროექტში მოხვედი, ისიც გაგიტყდება ეგ ყლეობა, რო არ დაგიფასონ. შენ არ ხარ მღვდელი, რომ მაგ ლოცვაში ფული გადაგიხადონ, მაგრამ შენ არ ხარ მღვდელი, რომ მაგ ლოცვაში ფული გადაგიხადონ, მაგრამ თუ შეგადარებ მღვდელს, აუცილებლად ნარიმანს, რადგან გაცილებით მეტ ფულს იშოვი, თუ კი უბრალოდ დაიჯვამ. რადგან მოგინდოდა და
არის? კაია, კიდე იქნება. კაი. რადგან აიცა თითქოს ხვის ნაწერს კითხულობდა, ემოციურად დადგა და იმერთ ადგილს არ გამოცდა, მაგრამ სულ არ მიკვირს რომ გაძეგლდი, ეგრე აკეთებს სულ ყველა ჩამოსხმა. ვერ მოიტანე ემოცია და ამ ჩოპინგითაც უკვე მოიტყნა ტვინი, შენ არიცი ფანჩი რა ხილია და ტყუილად კივი, მაგრამ როგორც არ უნდა სცადო, კივისგან სპირტი არასდროს გამოვა, რომ მქონდეს გრადუსი როგორც არახს, არავის უღირს ფულის შენ გამოხდა, ალბათ გონია იმსახურებ ჯილდოს, მოხვედი ჩახლართული რთული რეპით, მაგრამ მეტი შანსი გაქვს მოიგო ნობელი ვიდრე იშოვო ფული წერით, იო. მესამე რაუნდში ძალიან კარგი ვორდპლეიებია. ყოველთვის სხვას გავდი. დანარჩენებში ამან გამახსენა ქართული ფილმი, წლები უშენოდ მიდიოდა მატარებელი, რადგან ყოველთვის გვაჩვენე იგივე სპიდი. იგივე სპიდი. კაი. ყოველთვის გვაჩვენე იგივე სპიდი, მერე რეაქციის ვიდეო ჩაწერე, პასიურ აგრესიას ანთხეო ნელ-ნელა, ეს ბიჭი რა აგრესიულად მოძრაობს, ჟიურით რჩევებს რო დასცინი ქვეშ-ქვეშად, შენ არავის რჩევა არ მიიღე, იაზური ბაზარი დაიწყე ბოზური, ამიტომაც 27 წლის ჯერ კიდევ სხვების ხელებში შემყურე ხარ მოსული, დღესაც არიცი რა აკეთო, უბრალოდ გახარ და დროს უცდი, ცხოვრებას ატარებ მოსაცდელში, ამიტომ თავს ირთო ბროშურით. ბროშურით. და ამის მერეც არავინ არსა დაგიყვანს. შენივე პატარა სოროში მოკვდები. აიდა, მოიცა, შენივე პატარა სოროში ჩაკვდები, ალბათ ობიტ წახვალ სახში, რადგან არასდროს გექნება შანსები, რაუნდ. კარგი. მოკლედ, გამარჯვებული ვინცა ვილენიმ ან ვილანმა ან ვილეინიმ ან ერთ-ერთმა რომ მოიგეს. შედეგი ვიცოდი ბეთლი არ მქონდა ნახი. გაასწორა სხვა ორივე ძალიან კარგი იყო. საბაშა თავისი ფანი პანჩებით და აი ძალიან გიჟი ირონიით, ცინიზმით და საზრონ, აი ძალიან კარგი იუმორი აქვს რა ამის. ისე რომ გინდა არ გინდა გეცინებ. და სტიჩი ცოტა უფრო რაღაცნაირი აი მესამე რაუნდში ძალიან კარგი იყო. მანამდეც ჰქონდა ბევრი კარგი პანჩი და კარგი სტრუქტურა და კარგად დალაგებული რაღაცები. მაგრამ მესამე რაუნდი ძალიან კარგი ჰქონდა, ძალიან. ორივე კარგი იყო მოკლედ. კარგი, დაგემშვიდობებით, სულ იქ იყო. შემდეგ შეხვედრა. Love you guys.